ეკრანზე ახლა ნახავთ ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ხვეც უკვე გავრცელებულ ნარატივს. ახალ ამბებში ვრცელდება ისტორია, თითქოს შეერთებული შტატები ირანს გადასცემს 300 მილიარდი დოლარის აღდგენის ფონდს. თითქოს ეს ჯილდოა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ნავთობის ფასები პიკიდან, რომელიც იყო $126 ბარელზე, დღეს დაახლოებით $80 დაეცა და ეს დიდი პროგრესია, მაგრამ ესეც. გეილ ირანს ხელს უწვდის და ამბობს: ნახეთ, თუ მზად ხართ შეასრულოთ თქვენი ვალდებულებები და დაუშვებთ რეალურ ინსპექციებს თქვენს ბირთვულ პროგრამაზე, მაშინ ჩვენ დაგაბრუნებთ მსოფლიო ეკონომიკაში. მე მჯერა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურს გადაშალოს ახალი გვერდი ირანთან 47 წლიანი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ. თუმცა ეს მოითხოვს, რომ ირანელებმა მართლაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები შეთანხმებაში. როდესაც ამბობენ, რომ მილიარდობით დოლარის აქტივები გათავისუფლდება, ეს სიმართლე არ არის. სიმართლე ისაა, რომ ირანს უკეთესი და უფრო წარმატებული მომავალი ექნება, თუ ამ შეთანხმების ვალდებულებებს შეასრულებს. ნახოთ, ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ტექნიკურ მოლაპარაკებებში გადავწყვეტ პარასკევის ხელმოწერის შემდეგ. სრულიად ჩვეულებრივ ორშაბათს 2026 წლის 15 ივნის თეთრი სახლი ცდილობს ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გადალახვას მკაცრი შეთანხმებით, მაგრამ იმარჯვებს. შევიდა, რათა ეთქვა, რომ არ არსებობს პირდაპირი გადახდა, არ არსებობს ხელმოწერით გათავისუფლებული ფული და არ არსებობს საჩუქარი. ირანის რეჟიმისთვის, მისი თქმით, რაც არსებობს, არის პირობითი ეკონომიკური გახსნა, რომელიც დაფინანსებულია სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი შეასრულებს იმ ნაწილს, რომლის თავიდან აცილებასაც ყოველთვის ცდილობდა, ბირთვული პროგრამის დასრულებას. მუშაობა გამდიდრებულ მასალასთან და ინსპექციების მიღება, რომლებიც შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს. სწორედ აქ იწყებს ირანის მკაცრი ხაზის წარმომადგენლები არგუმენტების დაკარგვას, რადგან შეთანხმება ამას არ უზრუნველყოფს. ამერიკული ძალების რეგიონიდან გასვლა არ აუქმებს შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნას ახლო აღმოსავლეთში და ეკონომიკურ ზეწოლას კვლავაც ცენტრალურ ინსტრუმენტად ტოვებს. სანამ კრიტიკოსები ცდილობდნენ გაეყიდათ გიგანტური დათმობის იდეა, თეირანმა გაიმარჯვა და თეთრი სახლის ვერსია მაგიდაზე დადო. თუ ირანი არ შეასრულებს პირობებს, ვერ მიიღებს იმ შეღავათს, რომელსაც ისურვებს, ამავე დროს ჰორმუზი ხელახლა გახსნისკენ მიდის. ნავთობის ფასი ბარელზე $80 ახლოს ეცემა და ბაზარი რეაგირებს ისე, თითქოს ძალის გამარჯვებას ხედავს და არა სისუსტისას. რატომ აღმოჩნდა რეჟიმი კუთხეში მიმთხვდეული? როგორ გადააქცია ტრამპმა ზეწოლა შეთანხმებად? ახლავე ყველაფერს მოგიყვები. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. JD Vance-მა რეაგირება მოახდინა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვერსიები, რომ ირანმა შეერთებული შტატებისგან მილიარდიანი აღდგენის პაკეტი გამოართვა. ბრალდება მძიმე იყო, რადგან ზეწოლის შეთანხმებას თითქოს და ჯილდოდ აქცევდა რეჟიმისთვის. ხსენებული აღდგენა მხოლოდ როგორც მომავალი შესაძლებლობა განიხილებოდა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და დამოკიდებული იქნებოდა ირანის ვალდებულებების რეალურ შესრულებაზე. მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, ეს არ არის ფული ხელში, ეს არის დაპირება, რომელიც მოთხოვნებით არის შეჩერებული. და მან მკაფიოდ აჩვენა, რომ თეთრი სახლი კვლავ აკონტროლებს თამაშის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რაც ეკონომიკური სარგებლის გათავისუფლებაა. განხილვადი შეთანხმება არ ეფუძნება ირანისადმი ბრმად ნდობას. ვენსის მიერ წარმოდგენილი ლოგიკა არის ზეწოლა შესრულებაზე. რეჟიმს სარგებელზე ცდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ დაასრულებს ბირთვული იარაღისკენ მიმავალ გზას, შეამცირებს გამდიდრებული მასალის შენახვის შესაძლებლობას და დათანხმდება მონიტორინგს. ეს ცვლის ნარატივის ცენტრს. საკითხი არ არის ირანის ფულის შოვნა. საკითხი ისაა, რომ ირანი იძულებული იყოს ინსპექციის პირობებში დაამტკიცოს, რომ მოლაპარაკებებს დროის გასაკვანად არ იყენებს. თეთრი სახლისთვის ეს ის წერტილია, რომელიც მკაცრ შეთანხმებას დიპლომატიური დანებებიდან ყოფს. დონალდ ტრამპი ამ კრიზისში შევიდა სამხედრო, ირანი უფრო ფართო გამოსავალს ითხოვდა, მათ შორის ამერიკული ყოფნის შემცირებას რეგიონში და სანქციების შემსუბუქებას უფრო ხელსაყრელი პირობებით. ვენსმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს ისე არ მოხდება, როგორც თეირანი ისურვებდა. თუნდაც სამხედრო ყოფნის მასშტაბში რაიმე კორექტირება მოხდეს. შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ათასობით მზადყოფნაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს შეინარჩუნებს. ანუ რეჟიმა ვერ შეძლო ვაშინგტონის რეგიონიდან გაძევება. ეს ნაწილი მნიშვნელოვანია, რადგან ირანული პროპაგანდა ყოველთვის ცდილობდა ამერიკელების გასვლას წარუდგინა, როგორც გამარჯვების ნიშანი. შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. ამერიკული ბარელი $80 ნიშნულს მიუახლოვდა.
მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს პოტენციურ შვებას საწვავის მიწოდების ჯაჭვში, ხოლო ბაზრისთვის ეს ნიშნავს ენერგეტიკული შოკის შიშის შემცირებას. დონალდ ტრამპისთვის ეს ნიშნავს იმის ჩვენებას, რომ ირანზე ზეწოლა მხოლოდ სიტყვებში არ დარჩა, არამედ კონკრეტული შედეგი გამოიღო. იმ მარშრუტზე, რომელიც ყველაზე მეტად აშინებს გლობალურ ეკონომიკას, საფონდო ბირჟების ზრდაც შევიდა ამ ამბის პოლიტიკურ პაკეტში. როდესაც ბაზარი ასე პოზიტიურად რეაგირებს ასეთი მასშტაბის შეთანხმებაზე, თეთრი სახლი დამატებით არგუმენტებს იღებს. მან ზეწოლა მოახდინა, ჯარები დატოვა, სანქციები შეინარჩუნა და ირანი მოლაპარაკებებზე აიძულა. და ახლა ხედავს, როგორ იკლებს ნავთობის ფასი, მაშინ როცა ინვესტორები ამოსუნთქვას ახერხებენ. კრიტიკოსებს, რომლებიც მუდმივ ქაოსზე დებდნენ ფსონს, ახლა სხვა რეალობასთან უწევთ შეგუება. ჰორმუზის სრუტე იხსნება, ნავთობის ფასი ეცემა და თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანს პირდაპირი გადახდა არ მიუღია. მისი მთავარი საზრუნავი იყო არ დაეშვა, რომ რომელიმე პაკეტი აღქმულიყო როგორც ჯილდო რეჟიმისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს დაპირისპირების ისტორია შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და რეგიონულ მოკავშირეებთან. ყველაზე მგრძნობიარე საკითხი კვლავ ბირთვული პროგრამაა. თეთრმა სახლმა ეს შეთანხმება მარტივად არ წარმოაჩინა. ჰორმუზის გახსნა ვენსმა დააკავშირა სრუტის ხელახალ გახსნას ირანის ბირთვული სამხედრო გზის დასრულებასთან. ეს რეჟიმს რთული არჩევანის წინაშე აყენებს, დათანხმდეს ინსპექციებსა და შეზღუდვებს ეკონომიკური შეღავათების მისაღებად, ან უარი თქვას და კვლავ დარჩეს ზეწოლის ქვეშ. აი რატო აღიზიანებს ვენსის განცხადება ასე ძალიან მკაცრი ხაზის მომხრეებს? ის უშლის ხელს თეირანს, რომ შეთანხმება უსასყიდლო გამარჯვებად გადააქციოს. სარგებელი არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება დადასტურებული შესრულება. ამერიკული სამხედრო ყოფნაც ასევე გზავნილია. ირანს სურდა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაეტოვებინა ბაზები და მიეტოვებინა სტრატეგიული სივრცე ახლო აღმოსავლეთში. ვენსმა ეს იდეა უარყო. თეთრი სახლი შეიძლება განიხილავდეს გარკვეულ ცვლილებებს, მაგრამ რეგიონს ირანის რეჟიმს არ გადასცემს. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ შეთანხმების პოლიტიკური მნიშვნელობა. ტრამპი მხოლოდ იმას არ ამბობს, რომ მშვიდობა უნდა, ის ამბობს, რომ ნამდვილად მშვიდობა უნდა. ძალის გამოყენებაზე უარის თქმის გარეშე, ჰორმუზის გადაცემის გარეშე, წინასწარ ფულის გათავისუფლების გარეშე და ირანისთვის რეგიონული ბალანსის წესების დადგენის უფლების მინიჭების გარეშე. ჰორმუზის ხელახალი გახსნა, რომელიც პარასკევს მოხდა, პრაქტიკულ გამარჯვებად აღიქმება, რადგან ეს მთელი მსოფლიოს საფულეზე აისახება. ზეწოლამ იმუშავა, რადგან რეჟიმმა მოლაპარაკებაზე დათანხმდა. სრუტე გახსნისკენ მიდის და ფული უფასოდ არ გადაუხდიათ. ევროპული დიპლომატიაც ცდილობს სტაბილიზაციის პროცესში ჩართვას. საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ მზადყოფნა გამოხატეს, მხარი დაუჭირონ საზღვაო მისიას, რომელიც ჰორმუზში ნავიგაციის უზრუნველყოფაში დაეხმარება. ეს მარშრუტი ბევრ ქვეყანას აინტერესებს, რადგან ენერგეტიკა და ვაჭრობა მასზეა დამოკიდებული. მაგრამ ნარატივის პოლიტიკური მართვა დონალდ ტრამპს დარჩა და ის იმარჯვებს, რადგან სწორედ მათ გაავლეს წითელი ხაზი, რომლის შესრულებაც არ მოხდა და სარგებელიც არ მოუტანია. ისრაელი ყველაფერს დაძაბულობით აკვირდება. ისრაელის მთავრობა ყოველთვის აღიქვამდა ირანის ბირთვულ პროგრამას, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს და არ სურს, რომ შეთანხმება თეირანს შეღავათი მისცეს მკაცრი გარანტიების გარეშე. ვანსის განცხადება ამ მხრივ ეხმარება, რადგან ის ამყარებს იმას, რომ მიზანია ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთა და რეალური ზედამხედველობის შენარჩუნება. ამის გარეშე ნებისმიერი შეთანხმება სახიფათო პაუზად იქცევა. ირანი ცდილობს კრიზისიდან გამოსვლას წინააღმდეგობის იმიჯით, მაგრამ ვანსის მიერ წარმოდგენილი სტრუქტურა რეჟიმს სამ ფრონტზე უჭერს მარწუხებს. ეკონომიკურ ფრონტზე თეირანი თავისუფალ ფულს ვერ იღებს. ახლა ბირთვულ ფრონტზე მას მოუწევს გაუმკლავდეს დახურვის მოთხოვნებს, გამდიდრებული მარაგის საკითხს და ინსპექციას. სამხედრო ფრონტზე ვერ ახერხებს შეერთებული შტატების რეგიონიდან გაძევებას. ეს კომბინაცია ხსნის ხისტი ხაზის ნერვულ რეაქციას. ირანს სურდა გამარჯვება მარტივად გაეყიდა, ხისტ ხაზს კი სურდა დათმობების ფასის დამალვა. კრიტიკოსებს სურდათ შეთანხმება საჩუქრად მოენათლათ. თეთრმა სახლმა მარტივი ფორმულით უპასუხა: ჰორმუზი იხსნება, ნავთობის ფასი იკლებს, ბაზარი ამოისუნთქებს. მაგრამ რეჟიმი სარგებელს მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუ დაემორჩილება, დაამტკიცებს და დათანხმდება კონტროლს. მე ვარ მილსონ ალუესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუჭირე მოწონება ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო ჩვენს საზოგადოებაში. მილსონ ალუესი